ფული გასდის ჩემ მანქანას. ჩეკაუტს ისე ვაგვიანებ. მზად ვარ დამჯერად ჩალაგებულები მანქანაში ჩაბარგებული ყველაფერი ლაშამ ჩააბარგა დილით. მეძინებო. რა ვერად უღდა? ყავის გაკეთება მინდა. მაკის ჭიქარო. რა გაისუნია? ვაუ, ნიკა, ნახე რა გემრიელი ყავა. მაკოფეს ისინი რა უთქუხედი. ლაშა მომეწონაო და გადავუღებ ფოტო. აჰა, ვიდეოს ვუღებ. მაგარია. მე არ ვიცი ახალწელი ვისთვის როგორ დგება, მაგრამ ჩემთვის დგება მანდარინით. ასზე არ ვარ სად მივდივარ. დღეს ვარ ჰაერში. წავედით? წავით. ცოტა პავლი გამოვუშვა ჩემმა ჯიგარმა. დაიყინა ალბათ ცოტა. ფული გასდის ჩემ მანქანას და ვერ ვიგებ რა არის, ესენი მეუბნებიან ნორმალურია. პირველად დაემართა. უშველეთ ხალხო, ფული გასდის. სადმე გადავაყიდე, მაგრამ მარჯვენა. ვეიმე დროზე ბოლავს, მანქანა ბოლავს. მანქანა ფეთქდება. საბურავი მაქვს დასაბერი. ამინთო დღეს რომ დაბერეო საბურავიო. რა ხდება? პრაიმარკში შემოვედი და უცებ აქ ჯიპის ოფიციალური ბრენდირებული რაღაცეები დევს. ამას მარიამს უყედი საჩუქრად. So cute. შენთვის მაგ საჩუქარი და რა არის შენი აზრით? სისარტყელო. სისარტყელა არა, კუ. ვაიმე! ჯიპის რა მაგარია. ემი არის. შოკი მქონდა, იმიტომ რომ ძალიან მინდოდა რომ შემეჭრა თმა და წვერი. იცი რა ყირდა? კი, ლაშო მithor 50 ევრო. 44 ევრო იყო ორივე. ამ მოლში სადაც ვარ, არს აქვს თავისი სასადილო სივრცე და აი ესე გამოიყურება. სხვა არჩევანია, მოკლედ სალათების, ნებისმიერ ამე ცხელი კერძების. ნავირჩეთ საჭმელი და გადავიხადეთ ორმა კაცმა 32 ევრო. ჭამის შემდეგ ყველაფერი აი აქ უნდა მოიტანო, ხელების დასაბანიც არის, დაალაგებ და შევათავისით. ჯამში ამ ადგილს დავუწერდი 7 დოლარს. გათანამედროვეობა სჭირდება ჩვენ. გადავწყვეტეთ რომ დღესაც დავრჩეთ. საბურავი მოქვს დასაბერი. ზოგადად ყველა ბენზინგასამართზე არის ხოლმე დასაბერი აპარატი და მაინც და მაინც აქ ვერ ვნახე ვერსად. აქეთ არის ქალაქი. არ ვიცი ეს რანაირად არის სლოვენია, იმიტომ რომ გერმანიას გავს 1-1-ში. გუშინ ღამე ვიყავით ზუსტად ამ ადგილას. დღისით არის ულამაზესი. ყველაფერი არის მწვანე, სადაც არ უნდა გაიხედო, ყველაფერი მწვანეა. აი ესეთი ხიდებით არის დაკავშირებული ცენტრალურ ნაწილთან. ზემოთ არის ესეთი ციხესიმაგრე. ულამაზესია. ჰოსტმა გითხრა რომ ძალიან გაგიმართლათ ამინჩიო, რადგან 5 დღე გადაბულად წვიმდაო. ესეც შიდა ქუჩები. აუ რა კარგად გამოიყურება. ტროლი და ხუხი ავერეთ ორივე გვაინტერესებს რომ გავსინჯადო. პირველი რაც მომეწონა არის ის რომ მარილი ვიგრძენებ. ეს ხუხი არის პირდაპირ მარილიანი კარამელით და ისეთი გემრიელი ხუხი ცხოვრებაში არ მიჭამია.